ალბათ ყველა ელოდა იმას რაც მოხდა ნდოიაშვილი იყო ასეთი ეტაპი მისცა ერთგვარი ულტიმატუმის პერიოდი გვახსოვს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას უთხრა რომ გაათავისუფლეთ ამ დრო გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები მდუმილი იყო იმ მხრიდან მერე იყო საპროტესტო მანიფესტი და ახლა აზვირთებული ასე ვთქვათ ხელოვანები რომლებიც ყოველდღურად პროტესტზე არიან ძალიან აქტიურად რეჟიმმა აი ამ ტიპის დასჯის მეთოდით უპასუხა და ცდილობს რომ ასე გააჩეროს ეს პროტესტი. მიღწევადია ეს ამბავი? არა მგონია. სულ პირიქით. ასე ყოველ შემთხვევაში ისტორია რაც ოდესმე წამიკითხავს და წამიკითხავს ამ ყველაფერზე ავტორიტარული სისტემები ვერასოდეს ხელოვნებას ასეთი ფორმით ვერ ერეოდნენ და მე არ მგონია რომ რაღაც ახალი ველოსიპედი გამოიგონოს ჩვენმა დღევანდელმა ვითომ მთავრობამ ამასთან დაკავშირებით ეს გამორიცხული ამბავია. ისინი აკეთებენ შემდეგ რამეს საბოლოო ჯამში ხელოვნება გავასრულად ხალხთან ის დატოვებს ყველა დაკეტილ დახურულ სივრცეს რომელიც ახლა მეტად კლაუსტროფობიულია მე ვფიქრობ იმიტომ რომ პროცესი ქუჩაშია. და ჭირდება ქუჩას ძალიან დიდი ენერგია. ამ ენერგიის მოცემა შეუძლიათ პირველ რიგში მსახიობებს და თეატრებს და მე მგონი რომ ქართული თეატრი რომელიც ჩემთვის ძალიან მშობლიურია და არ არის მე მგონი თეატრი არ დარჩენილა სადაც არ მიმუშავია საქართველოში მე მგონი ახლა დგება მათი კონსოლიდაციის, კიდევ უფრო დიდი კონსოლიდაციის, იმიტომ რომ გუშინ სახელდახელოდ გამართულ აქციაზე ძალიან ნათელი იყო, რამდენად ერთიანია დღეს ქართული სახელოვნებო სივრცე, კონკრეტულად კი თეატრალური სივრცე და ეს დიდი ბედნიერება იყო ამის სფერა გუშინ, ამდენი რეჟისორი რომელიც მივიდა მისი კოლეგის მხარდასაჭერად თუმცა ამ კოლეგის ფიზიკური მხარდაჭერა კი არ არის ახლა ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა პირველ რიგში და მე ძალიან მინდა რომ ყველა ეს რაღაცნაირად გააცნობიეროს ხელოვანმაც და არახელოვანმაც ხო რაღაცა მოდელია ეს ჩემის აზრით რომელსაც უნდა შეხედოს მთლიანად საზოგადოებამ და ეს არის მოდელი, რომელშიც უცხოვრია უფროს თაობას ალბათ. ის არის, როცა არაფერით არ მნიშვნელობა არ აქვს შენი კარის მეზობელი თუ ოჯახის ახლობელია ადამიანი, თუ პარტია გიბრძანებს, ის უნდა გაათავისუფლოს. ხო, ნუ ეს სამწუხაროდ ეს მოდელი იმუშაობს დღემდე, კიდევ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ეს ტრადიციული ფორმებია. ახლის მოფიქრება აქ ძალიან რთულია, ხო? და ყველაფერი ძალიან ესე იგი ადვილად გამოსაცნობია როგორ განვითარდება მე მაგალითად გაკვირვებით ნამდვილად არ გამკვირვებია რომ დათო დოიაშვილი გაათავისუფლეს გუშინ ეს გასაკვირი იქნებოდა ეს რომ არ იქნება რომ გაათავისუფლა ეს არ გაგიკვირდათ იცით რა ყველას თავისი პირადი არჩევანი აქვს და ყველა ამ არჩევანს აკეთებს ჩემი აზრით მე ვფიქრობ რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გლობალურად შევხედოთ ყველაფერს და ამ საშიშროებებს შევხედოთ და შევაფასოთ ისე როგორც ის მოითხოვს შეფასებას ნუ ჩავარდებით და რაღაცა ილუზიებში დავაპატარავებთ სურათს კი ბატონო ხო რომ რაღაცა ესეთი პატარა ელემენტებისგან პატარა ელემენტი სულაც არ არის ის რაც მოხდა მაგრამ ეს არის დიდი სურათი იმ კუთხიდან რასაც გლობალური სურათი ქვია თავისთავად ცხადია რომ ეს ერთი ფრაგმენტია კი ბატონო რა იქნება შემდგომ თქვენ თქვით რომ ალბათ სრულიად თეატრები ასე ვთქვათ უფრო გაერთიანდებიან და გადაინაცვლებენ ქუჩაში თუ არ განვითარდა პროტესტის ახალი ფაზა და რეჟიმმა განაგრძო გზა რომელსაც ადგას დაპატიმრებები, დაშინებები, გათავისუფლებები არის ორი სცენარი აქ რომ ამანაც მიაღწიოს შეიძლება თავის ბნელ მიზნებს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გამოსავალი დასასრულის მიუხედავად ერთადერთი პროცესი არის ერთადერთი ჩვენ ვებრძვით ონკოლოგიას ონკოლოგია სჭირდება ბრძოლა. მიუხედავად იმისა, იქნება გამოსავალი ლეტალური თუ არა, ადამიანმა უნდა იბრძოლოს ეს. მე ასე ვფიქრობ და მგონია რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ხო, ჩაწოლას და პირდაპირ გარდაცვალებას ჯობია რომ იბრძოლო.
ჩვენ მე მგონია რომ ასე საქმე არ გვაქვს, გაცილებით ოპტიმისტურად უყურებ ამ ყველაფერს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რაც გუში ვნახე ამდენი მსახიობი და რეჟისორი ერთად გაერთიანებული და მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რატო ვამბობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობების ამ ცნობადი ადამიანებისთვის ახლობელი სახეების ქუჩაში, რეგიონებში, რა ვიცი, რა შესაძლებლობებიც იქნება, როგორი შესაძლებლობა არ არის აუცილებელი კარგი განათება და ყველანაირად შეიძლება ამის გაკეთება. ეს უნდა გავაკეთოთ. იმ ქართველებთან უნდა საქართველოს ყველა მოქალაქესთან და ჩავიდეთ და ველაპარაკოთ, ავუხსნათ კიდევ ერთხელ სხვა შანსი ჩვენ ბრძოლის გარდა არა გვაქვს. ეგ სუფთა მართლა ეგზისტენციალური საკითხია, ხო? სახელმწიფო უბრალოდ ქვეყანა როგორც ასეთი ქრება. კი ბატონო. აქ უნდა ვიკითხო, ხო, გაათავისუფლეს მაგალითად დოიაშვილი, ავიღოთ ეს ერთ-ერთი ფრაგმენტი რეპრესიისა, ხო? და დასი ამბობს, რომ ჩვენ არ უშვებ დოიაშვილს არსად, სადაც წავა ის, სწავლთ ჩვენს. თეატრი არ არის მხოლოდ შენობა, ხო? პირიქით ყველაზე ნაკლებად არის თეატრი შენობა. ამიტომ ამბობ, ხო. ეხლა პირიქით არის ეს შენობა რაღაცნაირად შეიძლება ბარიერი უფრო იყოს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის და ჯობია დავტოვოთ ეს რაღაცა შენობები კედლები, ტიხრები და გავიდეთ სივრცეში. სინდისის პატიმრებზე უნდა გკითხოთ, ეს ხალხი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, საზრუნავი, ვალშია შეიძლება ითქვას საზოგადოება მათთან, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ოთხ კედელში საპატიმროში, არაფრის გამო ისინი არიან სინდისის პატიმრები. ამ დროს ალბათ იცნობდით. პირადად არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ რა თქმა უნდა. აი, განსაკუთრებით ციხეში იმყოფი ადამიანი, რომ ისმენს ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, თქვენ თუ ნახეთ ეს განცხადებას, რაც ის ოჯახის წევრებს ახსენებს, დღეს იყო ამ დროს მაგრამ მაინც რაღაცნაირად ამ ხალხის გამხნევება მგონია რომ სწორია ყოველდღიურად ერთადერთი რასაც ისინი უყურებენ არის ტელეეთერები. რა გინდათ რომ უთხრა? მე ვფიქრობ რომ პირადად მე მაგალითად დღეს ვცოცხლობ და ვცხოვრობ მხოლოდ ამ ადამიანებისთვის. აი ესეთი სამაქს შემართება რომ მე უნდა ვაკეთო ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ სხვას ყველაფერს თავი დავანებო რომ ამ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ერთი წამი იმის განცდა რომ გარეთ ვიღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს ამ ხალხისთვის ხდება ეს ხალხი არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე ისინი წარმოადგენენ ისინი არიან დროშა ჩვენი ქვეყნის ისინი თუ გნებავთ გერბიც და ჰიმნიც ეს ხალხია ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და მთავარი ენერგიის მომცემი, იმიტომ რომ თუ ეს შესანიშნავი ადამიანები ძლებენ იქ, სადაც ძლებენ, მე რა მაქვს სათქმელი აქ? მე როგორ უნდა ამოვიღო რამეზე ხმა? ასე რომ მაგრად იყავით, გამაგრდით და ერთი წამი არ შეიპაროთ ეჭვი იმაში რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვოთ. კი ბატონო და სულ ბოლოს მე ჭოლასთან საუბარი ბოდიშვიხთი ლევან წულაძესთან საუბარი ასე დავიწყე რომ მართლა ბოლო რამდენიმე საათია სულ ყურში მაქვს ეს ფრაზა ეთყობა ბევრმა დაატრიალა სოციალურ ქსელში მანუნა ბერიკაშვილის დოის და ჭოლას რო ეძებდა და მათგან სოლიდარობას ითხოვდა თქვენ ელით თუ არა ჯერ კიდევ სოლიდარობას რეჟიმის მხარეს მყოფი ადამიანების მხრიდან დღეს ჩვენ ნახეთ გუშინ მანუნა ბერიკაშვილი ცოტა ხნით მისული მაგრამ მაინც ველი და ვფიქრობ რომ ნებისმიერი ადამიანი რომელსაც თვალი აეხილება და დაინახავს ობიექტური რეალობა რა არის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენთვის და მე მგონია რომ ამ ხალხის ამ ადამიანების რიცხვი გაიზრდება დღითი დღე იმიტომ რომ ეს თვალი სახელის პრობლემაა ზოგ შემთხვევაში კი ზოგ შემთხვევაში არა ესეც ინდივიდუალური ამბავი ვიღაცას თვალი ეხილება ვიღაცას ძალიან კარგადაც აქვს ახელილი და პრინციპულად ის ადამიანები რა თქმა უნდა არასოდეს არც იფიქრებენ რომ გატოყდნენ და სადღაც სხვაგან წავიდნენ მაგრამ არის კატეგორია მაინც ადამიანების სოფო რომელსაც ჯერ კიდევ რაღაცნაირად გქონია რომ
ჩვენ კიდევ ბომბებს ვისვრით რუსთაველზე. აი, წახო წარმოუდგენელია. არის ესეთი კატეგორია ჯერ კიდე ხალხის. პროპაგანდის მსხვერპლი არიან. პროპაგანდის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდა არის ჯოჯოხეთურად მძლავრი და მე ამ შემთხვევაში ამ ხალხზე არ ვკითხულობ, მე ვკითხულობ. ის ხალხი მე მესმის თქვენ ვიზეც კითხულობთ და სისტემის მხარეს არის ახლა. სისტემის ერთი ჭანჭიკია შეიძლება ასე ითქვას და რომ ყველა სისტემა ავტორიტარული ბოროტი არ ვიცი დგას ადამიანების მორჩილების ხარისხზე. რამდენად იკადრებენ რამეს ამაზე. ადამიანების გარეშე ავტორიტარული სისტემა არ არსებობს. ეს იქნება ლაკმუსი, მათი გაფართხალება ეს იქნება ლაკმუსი, რომ სისტემაში რაღაც კარგად არ არის. დიახ. ეს ცხადზე ცხადია, როგორც ხდება ყოველთვის, ვირთხები დაიწყებენ გემბანიდან გადახტომას წყალში და ჩვენ ამის მომსწრეც მალე გავხდებით ძალიან, იმიტომ რომ 90% მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთ ბოძებზე დგას სისტემა ყოველთვის და ყოველთვის კი, ეს არაერთხელ უნახავს თან ქართულს. რა თქმა უნდა, და არა მარტო ქართულს. კი ბატონო, დიდი მადლობა.